გიორგი ონიანის ფორმაციები კი გამოიყურება ასე. ძირითადი ფორმაცია მაინც იყო 5-4-1 ტაქტიკა. პრესინგს გუნდი თამაშობდა 5-2-3, 5-1-2-2-ით და შეტევას ვითარებდა 3-5-1-1 და 3-4-3. მოდი ჩავშალოთ ახლა ეს ყველაფერი. ძირითადი ფორმაცია სტატისტიკურად ყველაზე მეტ მატჩში გიორგი ონიანმა მაინც 5-4-1 გამოიყენა. ეს ტაქტიკა იძლევა იმის საშუალებას კომპაქტურად იდგე თავდაცვაში, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში. არ კონდეს დიდი ზონები თავისუფალი და მარტივად დაიწყოს სიღრმით და ცენტრზე გამავალი ფლანგური კონჩეტევები. იგივე 3-4-3 ფორმაციით ან 3-5-1-1-ით, რასაც ონიანი ძალიან მაგრად აკეთებდა მთლიანი სეზონის განმავლობაში. რაც შეეხება პრესინგს, ჩემი საყვარელი პრესინგის ფორმაცია არის 5-2-3, გაგრაც ასე ვთქვათ, ამას ხშირად იყენებდა. რას მოიცავს ახლა ეს ყველაფერი? შენ გაქვს პირველი იმის შესაძლებლობა, რომ მეტოქე გუნდის ორი ცენტრალური მცველი პლუს აპორნი ყავდეს მუდმივად წნეხში. დატოვო მარჯვენა ან მარცხენა მცველი თავისუფალი, რომ მას შენთვის სასიკეთოდ მოაშორებინო ბურთი. პრესინგის დროს ერთგვარი ხრიკია, ასე ვთქვათ, როდესაც შენ ერთი ფეხბურთელი მაინც დატოვო უპრესინგოთ, რათა მას შეძლოს ბურთის ისე მოგერიება, რომ შემდგომ შენ საინტერესო კონჩეტევა წამოიწყო. რაც შეეხება შეტევით ფაზას გიორგი ონიანის, გუნდი ხშირად უტევდა 3-4-3 ფორმაციით ან 3-5-1-1-ით, რაც მაქსიმალურად კომფორტულია ჩამჯდარი გუნდებისთვის, როდესაც მეორე ნომრად თამაშობენ. შენ კომპაქტურად იცავ თავს, შეგიძლია ბურთის მოპარვის შემდგომ ცენტრში პლუს ერთი კაცის მეშვეობით სწრაფად აითვისო ფლანგზე დატოვებული ზონები, რაც მეტოქემ დაგიტოვა და დინამიკას აყვეს შემდგომ მთლიანი გუნდი უკვე.